ოპა ტრანსფორმაცია მენა ტრანსფორმაცია ეს გუშინდელი ვიდეოს ის გაგრძელებაა გავიხატე რატომ გონია რომ მოიგებს ლივერპული ჩემპიონთა ლიგას როდესაც ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე ხეცივით თამაშობს მაგ წელს პრემიერ ლიგაში ვერაფერს ვერ აკეთებს წელს ეგ სტარტი აქვს უკვე რომ პრემიერ ლიგაში ვერაფერს ვერ აკეთებენ ამიტომ დიდი შანსია რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ არის თუ არა ასე პლუს ძალიან დიდი გუნდის ის ყავთ სიღრმე ღრმა გუნდი ყავთ რა ძალიან დიდი ზამენა აქვთ მე ვფიქრობ რომ PSG ისევ PSG თუ შეძლებენ ოღონდ რა თქმა უნდა რა PSG შედარებით უფრო პატარა ზამენის საათდარიგოთას გამიყავს და აქედან გამომდინარე არ მგონია რომ გაქაჩონ რა ფიზიკურად შეუძლებელია შეტევაში რო ყავთ 8 ფეხბურთელი ნახევარდაცვაში ყავთ 3 და ეს 3 ფეხბურთელი დაიღლება სადღაც 3 ფეხბურთელი კი არა იმიტომ ფეხბურთი რო ვითამაში მე ეხაც დაღლილი ვარ მაგალითად ორი დღე გასული რამდენი კარგი кайხანია გასული ან არა кайხანი გასული რა აზრია ფეხბურთი ვითამაში დაღლილი ვარ ისე კუნთები მტკივა სულ ყველა და წარმოიდგინეთ ახლა 3 დღეში ერთხელ ფეხბურთის თამაში გიწევს და ყოველ დღე რო კუნთები გტკივა და მე ეს კუნთები კიდე რო არ გეტკინოს მაგის გამო რომ ვარჯიშობ და კიდე იხურებ კუნთებს და მე კიდე თავიდან გტკივა სადღაც დაიღლები რავი იწყვიტავენ ტყუილუბრალოდ ეს ფეხბურთელები იმებს ნერვებს და ცალკე კუნთებს და ხო და ლივერპულს რატომ გონია რომ ლივერპულს აქვს დიდი შანსი მოგების იცით ლივერპულს აქვს ყავს ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელი მაინც რომელიც კარგია ყველა პოზიციაზე შემტევები ჰუგო ეკიტიკე და ეკიტიკე რაიც როგორ არის ეკიტიკეა თუ ეტიკეტია ეკიტიკე იქნება ალბათ ეკიტიკე და ისაკი მაგაზე კაი ორი შემტევი არც ერთ გუნდს არ ყავს ანუ ორი ცალი რო ყავდეს ეგ ორი ვაფშე ერთად რო ათამაშონ მე ეგეც მაინტერესებს რა ანუ 4-2-2-4 კი არა 4-2-2-2 ხო რა 4-2-2-2 რო ითამაშონ ოღონდ ეს ორი ფლანგების ისენი რო იყვნენ რა აქეთაც დაცვაში ხო ნუ ზედმეტია ლაპარაკი სულ არაფერი ვანდაიკი ხეცია და ვაფშე შეცვლას არ ჭირდება ჩემი აზრით და კონატეც ხოძე არის თუ ისე რა ხო და კაი გუნდი ეს კერკეშიც კაი დამატება არის ფლორიან ვირცისნაირი ნახევარმცველი რო ყავს გუნდში ეგ მისწრება არის რასაც ქვია იმენა აი კუჭინასკლავისთვის ანუ ეგეთი ფეხბურთელები უნდა ყავდეს გუნდში რა აი მართლა რო ღირს 150 მილიონი ფლორიან ვირცი არის ეგეთი ფეხბურთელი პროსტა პრემიერ ლიგაში ჯერ არ ყოფილა აი ხა აი ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდება რამდენად მაგარი ფეხბურთელი არის რა იქ კიდევ ვერ ჩანს შენ შეგიძლია რომ მითხრა 4 შაბათს ფეხბურთები რა არის მანახი ტელეფონი ახლა რა თამაშები არის მაინტერესებს პროსტა ხა შევიდეთ Flash Scores-ზე Flash Score არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია რო არ მოგატყუოთ და უბრალოდ ხო მაფიაჯის მაგრამ მაფიაჯი არ არის თლად აპლიკაცია საიტია Flash Score მინდა აპლიკაციაა ესე იგი მე მინდა 4 შაბათ ესე იგი ატლეტიკო ბილბაო ყარაბაღი სადაც დიდი ალბათობით ატლეტიკო მარტივად 1-0-ს მოუგებს ყარაბაღს იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩაკეტილი გუნდი არის ვერ გავიგემათი გალათასარაი ბოდოგლიმტი მოდი ვიღაცები თუ წერთ ბილეთებს ხოლმე მე გეტყვით და ეხა ესენი დაწერეთ რა ატლეტიკოს ერთიანი გალათასარაი ბოდოგლიმტში ორივე გუნდი რო გაიტანს ბაიერნი კლუბ-ბრიუჟეში არ ვიცი კარში დარტყმები ოღონდ ორივე გუნდის ბევრი 10 ცალი მაინც ჩელსი აიაქსში ჩელსი თავისუფლად მოიგებს ჰანდიკაპით აინტრახტი ლივერპულში ლივერპული დედას მოუტყნავს რეალი იუვენტუსი ალბათ ფრემორჩება სპორტინგი მარსელი ალბათ ფრემორჩება მონაკო ტოტენჰემი არ ვიცი მონაკო ტოტენჰემი არის გააჩნია სადაური მსაჯი თამაშობს იქნება აი ნახე აი ეს ჭირდება ბილეთის დაწერას და ვიღაცები მე ბილეთს რო წერენ იმდენს ფიქრობენ ვაი და ეს ფული არ წავაგო იმდენს მართლა გეუბნები რა ეგ სენია ყველა იმდენს ფიქრობენ ხოლმე რომ მე იმდენ ყლეობას წერენ რომ აგებენ შეჭი ბევრი ვიცი ეგ ჩემს მაგაცები გამყლები ვერ შევდივარ ინტერნეტ ჯედას რატო არ ლაპარაკობ შეჭი Wi-Fi არ შედაიდე ჩამოსკროლე და შენ როგორც ფეხბურთელი მე როგორც ფეხბურთის დიდი მოყვარული ხო მოდი აი ხო აქ არის არც იტალიელი მარკო გიდა არის დიდი ალბათობით ეს რა სურათი გიყენია ძმობას გაფიჩა
სოპრანოებიდან არის ექსპერტი. სოპრანოებიდან კი არა, მეგონა მამაშენი და ბიძაშენი იყვნენ შეჭმა ისეთ. მამაშენი და ბიძაშენი. რაღაცა ეგეთი სურათი იყო. ეხის რომ მამაშენი და ბიძაშენი იყო. აჰა შენ ვინ გონია ვინ მოიგებს ლიგას? აი მედი თქვი ბიჭო. და დაბეჯვასდა. მედი კაც გუნდები ხო იცი შეჭმა რა უნდა დაგედი? ო ვიცი. მედი ამა თქვი. ლივერპული. ეს მე რაც თქვი მაგას მოიმეორებ შენ მარტო ეგ ვიცი რომ ეგ არის მარტო. ეგ არ არის მარტო შეჭმა სამბოლო ბაიერნია. ბაიერნი მაგარი. ბაიერნი მაგარი შენ G2G არის გულშემატკივარი ბაიერნის და მაგის გამო ამას ბაიერნი. არ ვიცი არ ბაიერნი და ლივერპული. არ PSG როგორ არის? PSG. მიხეუტეთ სათამაშოს. აი თქვა თუ არა მე ვიცი მაგრამ ხალხმა იცის და მიდი არ ვიცი ლეონში აღარ არის აღარ ვილიარეალში არის ო აი მანდ გენაცვალე აი ესეთ ბიჭები უნდა გავზარდოთ ფეხბურთი ამ დონეზე უნდა აინტერესებდეთ და აი ევროპა გვაპიდარასებს რო იძახიან ამას გულისხმობენ ეს მოჩქაზურია ვიცი ძალიან ზერსკობა მეც ვაჩქარ რაღაც კვლევას პინენ და დავიკიდე აი და მართლა ვინ მოიგებს? მე მგონია რომ აი რო დავწერო ბილეთი რო. ბილეთი არ დაწერო, მაგრამ ისე მე მგონია რომ PSG ლივერპულში იქნება გამარჯვებული ის შარშანდელი სეზონის მიუხედავად რა. ბარსელონა მგონია რომ წელს ჩაიგუკავს რა რაღაც ეტაპზე მერვეთ ფინალში მგონია რომ მაქსიმუმ მერვეთ ფინალი იქნება მაგათი. ძალიან ტყუილა გიხსნი, მაგრამ ნუ ხალხს ხო ესმის რა და ისინი ყოველთვის ვიხდებიან რას გულისხმობ. კოპალა არის ბარსელონას ფანი. კოპალა ფეხბურთი არის. კოპალა არის ვინც იგებს იმათი ფანი შეჭება. მაგის დროს პროსტა როცა ეგ პატარა იყო, მაშინ ბარსელონა იგებდა და მაგონჩი ბარსელონას ფანია. ფეხბურთი არ უყვარს ჩემი აზრით. ვაფშე. რეალობაში რო არ იცის თამაში, ეგ ვიცი. არა, ბიჭო, თამაში უფრო კარგად იცის ვიდრე ფეხბურთი. არ იცის, არ იცის. მე გეუბნები რომ თამაში უკეთესად იცის ვიდრე ფეხბურთი. გუარესია მაშინ უარს ყოფილა. არა, არ უყვარს პროსტა ტიპს ფეხბურთი, მე ეგრე მგონია პროსტა რა. ანუ ყურება ევასება პროსტა არ უყვარს რა, ანუ რაღაც თამაშის თამაში, კაუნტერის თამაში ურჩევნია რა ფეხბურთს. მე არ შემიძლია ეგ. მე მაგალითად იმ დღეს ქორწილში შეჭება. ბოზიშვილი იყო რომა ინტერს უყურებდი. ო. თამაშისაც რო უყურებს ხოლმე. თამაშის დროსაც უყურებ ხოლმე. მაფია რომ მიმყავს მე პარალელურად ფეხბურთს უყურებ რა ხან რასთან. თან იქ ტელევიზორში გარეთ არის ჩემი სეტანტა დატოვებული და იქ უყურებენ ხოლმე და მე აქ მემეთიშება და მე ნერვები მეშლება და მე იქიდან შემორბიან რომ რატო ვიტიშავ. შენია? ო, ჩემია. აღარ გავახან გრძლებები და მე იძახეთ. მე მაიცარ უყურებ. ხო, მაგრამ რაღაც ხალხი ხო არის ხოლმე იქ. გეუბნებით რა გარჩი. ბაიერნს არ აქვს შანსი, იმიტომ რომ ბაიერნია. დონდლო გუნდია და ვინსენტ კომპანი არის მაგათი მწვრთნელი მთავარი. აი, всё, ვინსენტ კომპანი რო გწვრთნის, იდი ნახო იქენი რა, უკვე всё, მართლა. აი. რავი. ვინა ბოდიში. კიდე ისეთ გუნდი ვინა. რეალს ამ გონია რომ შანსი კონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოიყურებიან, კარგად ყომარობენ, თამაშებს იგებენ, მაგრამ რაღაც სუაკლიათ რა. ხაბი ალონსოს ჯერ ვერ დაალაგა გუნდი. რო დაალაგებს გუნდს, მომდევნო წელს დიდი ალბათობით რეალი მოიგებს. თუ სხვა გუნდები ძალიან არ გაძლიერდნენ ვიღაცები, ხო, უეჭველი რეალი მოიგებს მომდევნო წელს, მაგრამ წელს არა აქვთ, არა მაგათ დრო რა. ატლეტიკოც მე გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ყომარობენ და ყველა ეგრე არის რა, აი იცი როგორი არის, ყველა გუნდი კაია, მაგრამ ლიგის ფავორიტად მარტო ლივერპული PSG-ს აღვიქო მე პირადად. შეიძლება მე ვცდებოდე, რავი, გამოჩნდება რა, შარშან მაგალითად, აი PSG ჯგუფში რო რჩებოდა ბოლო თამაშის წინ. შენ გახსოვს ეგ? სიტისთან რო აგებდნენ რა, კაროჩე, სიტისთან აგებდნენ და შესვენებაზე ვთქვი, რომ კაროჩე PSG იგებს წელს ლიგას თქო რა. არ და ეგ თამაში რო წაიგოთ ვაფშე. ხო, მახსოვს. ვაფშე ვერ გადიოდნენ და იქ დამცინეს, დამაჯვეს თავზე ბოდიში. რა PSG? რვა კაცი დამეინძლავა სახინკლეს და არც ერთ არაფერი არ ჩაუბარებია. ფუმბლოები არიან, იქით გვერდზე ოთახში შედან, ახლა დიდი ალბათობით მაფიას თამაშობენ. ჯერ არ მორჩებოდა, ხო? რა ხდებოდა იქ? იქ არ ვიყავ მე შეკვეთას ველდებოდა. შეკვეთას ველდებოდა. შეკვეთას მაგრამ ჭამე? ჭამე. ესე ჩუმად როგორ ჭამე შეჭი? კარგი. შუსტრი ვარ. ჩუმად თქო შეჭება. აბა ვიდეოში ხო არის კაპატკუპი ხო არის.
მე ვამსვა იცი რა ყოველ წუთს ხმა შედის იქ ეხა პატრონს მაგინებენ ვიღაც დავახველო ეს არის ჩემი დახველება ჩემი საყვარელი დახველება არის ეგეთი მე მგონი აი ხალხმა რო იფიქროს რომ აი თირკმელი ფილტვიდან რაღაც ნაწილი 20% ფილტვის ხორცი ამოვარდა ო აი ჩემი ფილტვის 20% ამოდის რა 20% of my pills are occupied by cigarette. ტოცეტპიად ჯორნიდები გენაცვალე შემოძმო ნამდვილად 25 კი არა 30-ცა შავი ტევდი. რომ ეწვალა. ხო. მე რომ მედი მქონებოდა 9 მეკნებოდა, ხო? 9-ს გავაქირავებდი და ბევრი ფული მეკნებოდა. ხო. აი, მამიდა რო იყო იმას ხონდა 9-ს 9 კი არა მეტი. მამიდა. ბორდელი რო იყო მამიდას, არის? არის. მამიდა როგორ არის? თრავის. მამა შაიყო შეშ. მამიდ, ეთი კაი გოგო. უღვიღვანე ეგრე იძახდნენ ხოლმე და შერჩა მამიდა. პატარა ვარ. რა პატარა? ჩემ დროს არ არის. ჩემ Range Rover-ი მოკვდა ის Range Rover. ო და აბა მკვდრე. Короче, მაგას ქონდა რა 9 კი არა, 200 მაინც ქონდა. ონცხვების. ყავდა. არა, ქონდა. ქონდა. თუკა დაასუხარეს წელან? ალბათ. ბოლომდე მიიყვას მაგას. ღირსი იყო. უწვერი გავიყვარს. და 1-5 წელი მომაკვდა. არ არის ეგრე. ნახეთ, მე რა შემილია? კვლელებიც მამა. აქ ყველაზე მაგარი რა არის, იცი, რომ გრილდები ნელ-ნელა ეს ზაფხულში უნდა გავტესტო. რა არის? არა, ხო. მაგარი იდეა. კიდე რა შემიძლია ნახე? ნიჭიერში გავალ და ძალიან ქვევით მიდიხარ და აღარ გაგრძელო. შედეგი ძუძუსთავები. Короче, ნიჭიერში უნდა გავიდე და მუშტიპირში უნდა ჩავიდო. კარგად ეხლა. ჩაიდვა. მუშტიპირში ჩავიდვაო ის სახის. ფანჯიდვა. დუიშეში. დორიშეში? ნუგეში. დუბეში შეჩება. დუბეშის მე გავაგზელე ხო და ნუგეში ვთქვი. ფანჩარი. დაწუნა. ფანჩ არის დაწუნა. ყოველთვის მაინტერესებდა, ან ჩარი ხო არის 4, ფანჯი ხო არის 5. და რატო იყო? რატო არ იყო ფანჩარი, ფანჯიჩარი და რატო იყო ჩარბეში თუ რაღაცა იგივე. ჩარბეში. არ ვიცი. არა ეგენი ვიცი, მაგრამ ეგარ მახსოვს როგორ. აი რა ქვია? დუბეში ხო 12-ია შეჭი. ხო? დუშეშია 12. დუშაშია, ხო არა, ბეში არის 5. ხო და ანუ როცა 4-იანთან ერთად გორდება, მან ფანჩარს რატო არ ვიძახით და რატო ვიძახით? ჩარიდუს. არა, ჩარიდუ არის 4-2. არ ვიცი. რას ვიძახთ? 2-4-იანი რას ვიძახ რა? 2-4-იანი დორი ჩარი არის შეჭება. არა, 4-იანი და 5-იანი. 4-5 და 5-იანი? 4-იანი და 5-იანი არის წეს ფანჯიჩარი. ფანჩარს არ ვიძახით. და ვიძახით ბეშ4, ჩარბეში, ანუ ყველაფერს ვეძახით ლეჟმი პანჩარია, თქვათ? მე ფანჯიჩარი. ესეთი კომპლექსიანი ნაროდი ვართ ბეჭა. რა. კარგად. ვერ გავთიშა მის დედა.